საღინაძე, ანა მიქაუტაძე. მოგესალმებით, საყდრის კომიტეტი შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ ამ პროცესებში ყოფილიყო მინიმალური პოლიტიკური პარტიების ჩართულობა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საყდრისი დაინგრა. ძალიან ცუდად შემოიჭრა ამ პროცესებში პატრიოტთა ალიანსი ირმა-ინაშვილი. და მე ნინო მიქიაშვილის გულწრფელობაში არ მეპარება ეჭვი, მაგრამ მანაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ შემოსულიყვნენ იმ ბანაკში, რომელიც გააკეთა საყდრისის კომიტეტმა პატრიოტთა ალიანსის წევრები. აი სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ბევრი მხარდამჭერი, კერძოდ დავითიანი, საპატრიარქოს ორგანიზაცია, მწვანე მუშტი. დღეს ისე მოხდა ამის კონსოლიდაცია რაღაცნაირად ამ ძალების და ვებრძვით ერთად ყოველივე იმას, რაც დღეს საყდრში ხდება, მაგრამ ვაირო გვიანია. მაგრამ მე მინდა მოუწოდო ახლა თუ პატრიოტთა ალიანსი, ასე ვთქვათ, არაფარებს ხელისუფლებას ხელს და თუ არ არის მასთან გარიგებული, როგორც ამბობს ირმა ინაშვილი, გამოათრიოს კულტურის მინისტრი კაბინეტიდან, როგორც ის აცხადებს და გვადანაშაულებს ჩვენ საყდრისის კომიტეტის წევრებს, თითქოს ჩვენ შევუწყვეთ რაიმეს ხელი და ჩვენ გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, მოხდა ისე, რომ ჩვენ ჩავერიეთ სუდად და ჩვენ შევუწყვეთ ხელი საყდრისის გრევას. ეს არის აბსურდი. ჩვენ ბოლო პერიოდი ფაქტიურად ვიყავით სასამართლოზე დამოკიდებული, ავირჩიეთ სამართლებრივი ბრძოლა იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე ვერ გავაგრძელეთ ჩვენი რესურსით, ფინანსური რესურსით ვერანაირი აქტივობა და ადგილზე იყო ნინო მიქიაშვილი იცით და პატრიოტთა ალიანსი, ბოლნისის პატრიოტთა ალიანსი. ჩვენ ვიბრძოდით თბილისიდან მაქსიმალურად, მოვიგეთ ორი სასამართლო პროცესი და მთლიანად ყველაფერი იყო ბოლო დროს მათ ხელში, ისინი აკონტროლებდნენ ადგილზე სიტუაციას და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ თვალწინ აფეთქდა საყდრისი და ჩვენ ისიც კი არ გააკეთეს, რომ ჩვენთვის დილით მაინც შეეტყობინებინათ, თორსა აფეთქება მოხდა, რომ იქ ჩავსულიყავით და დროულად მოგვეხდინა რეაგირება. აი შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უკვე იმისთვის, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, დიახ, ჩვენ სხვებისგან განსხვავებით არ ვეგუებით საყდრისის დანგრევას და ამაზე რზე იქნება კომიტეტი მუდმივად და თითოეული ჩვენთაგანი. კითხვები თუ გაქვთ რაიმე კიდე? ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, ხო. ანუ ნინო მიქიაშვილი როცდილობა თქვენთან ერთად იცით როგორც კი ჩვენ იცით რომ ადგილზე იყო ჩამოსული, როცა დავიწყეთ ეს კარვების აქცია, შვეიცარიის ელჩი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, BBC-ც კი ჩამოვიდა, მაგრამ როგორც კი ეს შემოიჭრა ეს პატრიოტთა ალიანსი, დავკარგეთ მხარდამჭერები და დავითიანის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების, რომლებიც უკვე აღარ მონაწილეობდნენ აქტიურად პროცესებში და შესაბამისად ჩვენ არც ფინანსური სახსრები გქონდა, რომ მას გაგვემართა იქ პერმანენტული ჩვენ გავაკეთეთ ამასთან დავაკავშირებით, მაგრამ ისინი ეს ძალით შეიჭრენ ფაქტიურად კარვებში ადგილზე და ჩაერთვენ ამ პროცესებში და დავკარგეთ ბევრი ადამიანის მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, რომ იმიტომ რომ იქ გამოჩნდა პოლიტიკური ძალა ირმა ინაშვილის სახით. არა, დაპირისპირება რა შეშია. მანამდე ფინანსები იყო სანამ პატრიოტთა ალიანსი გამოჩნდებოდა და მე გაქრა ფინანსები? არა, ფინანსები პატრიოტთა ალიანსი თავის ხალხს აფინანსებდა და რაც შეეხება მანამდე ფინანსებს, იცით რომ იყო რაღაც შემოწირულობები და გარკვეული ორგანიზაციები, დავითიანი, მწვანე მუშტი, ისინი ფინანსები ეს იყო უბრალოდ აქციის ორგანიზება და ასე შემდეგ რა, რაც მაშინ დაიწყო, ასე ვთქვათ. არაფერი ისეთი არ ყოფილა. ისე იყო გაკეთებული, რომ ჩვენ ახლა ფინანსური შესაძლებლობები აღარ გვაქვს და გამოვიდა ის ისე უბრალოდ არა, რო ჩამოგცილდა ეს ორგანიზაციები რო აღარ იყვნენ, ანუ დავითიანს გულისხმობდა სხვადასხვა, ჩვენ შესაბამისად არ გქონდა ფინანსური რესურსი იმის, რომ გაგვეგრძელებინა იქ ბრძოლა და ვაგრძელებდით სამართლებრივად, დავიწყეთ, ასე ვთქვათ, სასამართლოში. ვითხრათ, ინაშვილი და მისი ორგანიზაცია ეს უწოდა ხელისუფლებასთან გარიგებაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოლოს დროს ისინი აკონტროლებდნენ საყდრისის ტერიტორიას და ჩვენ ფაქტიურად დავკარგეთ მხარდამჭერას სხვადასხვა ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხო.
ასევე თქვენ საუბრობთ სალამ თოშურის განხეთქილება უფრო თქვენ გაფინანსებდათ ყობა დაყოფილი ყოფილი ნაციონალური ყობა ნაყოფიას დაფინანსება ამას კომენტარს არ გავაკეთებ რა არ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს იმიტომ რომ ყობა ნაყოფია ხა იყო ბოლნისის ისა რა ქვია მაჟორიტარი დეპუტატი და უბრალოდ ვიცოდით მისი პოზიციები რომ ის ეწინააღმდეგებოდა გრევას ამისას და ისა ანუ არ მინდა ამაზე ამ თემებზე ხა საუბარი მე ვიძახი კონკრეტულად იმას რა ქვია არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს ვაკეთებ ამ შემთხვევაში საყდრისის თემასთან დაკავშირებით ხო გუშინ იყავით კულტურის მინისტრში და შემდეგ იდასრულდა ეს მოლაპარაკებები და რა პროცესები მიმდინარეობს ახლა კულტურის მინისტრთან ასე ვთქვათ ეს იყო შეხვედრისთვის არაფერი განსაკუთრებული გართქმულა როგორც გამოიტანეს ამბავი უბრალოდ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა და 3 საათამდე და არ ვიცი ამდენი ხნის მანძილზე ერთი დოკუმენტიც კი ვერ წარმოადგინა კულტურის მინისტრმა დაედასტურებინა თავისი გადაწყვეტილება ის გვამისამართებს ძეგთა დაცვის სააგენტოში სადაც დღეს აქციებს გეგმავდა ვითხოვთ სასწრაფოდ გასაჯაროდეს ის დოკუმენტები რომლითაც საყდრის მოეხსნა ძეგლის სტატუსი და ეჭქვეშ დადგა ასე ვთქვათ აი ეს სასამართლოც და გადააბიჯეს აბსოლუტურად სასამართლოს სამოქალაქო საზოგადოებას და ერთპიროვნად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. არსებობს დღეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მაღაროში დღეს აფიქსირებთ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ გუშინ არჩილ ყბილაშვილმა გააკეთა განცხადება და თქვა რომ მოიყვანა გერმანელი ექსპერტის დასკვნა იცით რომ ბულგარელი და გერმანელი ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, როცა მათ დაწერეს რომ ნამდვილად საყდრისში შეინიშნება ადამიანის კვალი და მათ აღიარეს ეს კულტურულ მემკვიდრეობად. იქვე ისინი წერენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ნგრევა და მოხდებოდა წიაღისეულის გამოტანა, ეს უნდა მომხდარიყო ქართველი და გერმანელი არქეოლოგების მტკიცე ზედამხედველობის ქვეშ. დღეს იქ არ იმყოფება არც ერთი არქეოლოგი და საყდრისში არიან უბრალოდ მუშები, რომლებმაც არ იციან რა არტეფაქტი შეიძლება ამოვარდეს ამ გრევის შედეგად და იქ ნადგურდება ფაქტურად, რა თქმა უნდა არსებობს უამრავი მასალა, რადგან შესწავლილი იყო მხოლოდ 1/4 საყდრისის. ეს მინდა ხაზგასმით თქვა რომ 1/4-ზე იყო საუბარი და იყო დანარჩენი ტერიტორიებით შესასწავლი და რა თქმა უნდა იქნება 1/4-ზე რომ ამოვარდა 10 რამდენიმე 1000 არტეფაქტი, ქვები, რომლებითაც უროები, რომლებითაც მუშაობდნენ მე-4000 წლეულში. ხა წარმოიდგინეთ დანარჩენშიც ხო იქნებოდა ეს არტეფაქტები, ისი გადატანაც უნდათ მუზეუმში, თქვა სამომავლოდაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ეს არის აბსურდული გეგმა, რომ თითქოს მუზეუმი გაიხსნას და რაღაც მულიაჟებს პირდება ბატონი ანთიძე და ლამის ჩვენ შეგვიყვანოს იმ მუზეუმში და ჩვენ დაგვსვას იძახის რომ მათაც ექნება თავისი ადგილი, ვინც იბრძოდა საყდრისისთვის. ეს არის ცინიზმი უბრალოდ. გერმანელმა ექსპერტმა ეს გამოქვეყნებული ეს დასკვა და პირდაპირ წერია, რომ ნამდვილად საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო, უძველესი ობიექტი, სადაც შეინიშნება ადამიანის კვალი და 28 მეტრზე მან მოგცა მისცა რეკომენდაციები სახელმწიფოს, თუ გინდათ ოქრო, წაიღეთ ოქრო, თუ გინდათ კულტურული მემკვიდრეობა, აიღეთ კულტურული მემკვიდრეობა. ნუ წილი ნაყარი იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ და RMG-გონმა აირჩიეს ოქრო და რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ იქვე ეწერა, თუ ნგრევა გახორციელდება, ეს უნდა მომხდარიყო მტკიცე ზედამხედველობის ქვეშ არქეოლოგების. დანარჩენზე თუ შეიძლება მაგაზე მოგახსენებ. ჩვენ ვითხოვთ, აი მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე აი პრესაც არის აქ წარმოდგენილი ჟურნალისტები და მათთან გასაგრობ. პირადად მე მიჩივლა ნიკოლოზ ანთიძე, იმიტომ რომ მე მას დავაბრალე, უბრალოდ ვამხილე და ეს ყველასთვის ცნობილია, მან მოიპარა დოკუმენტაცია საყდრისის 2005 წელს და ამაში პირდაპირ დაასდო მას ბრალი ირინა ღამბაშიძემ. ნიკოლოზ ანთიძე არის დიდოსტატი, როგორ გააქროს დოკუმენტები ზოგადად და ის ეხლაც არაპირებს დოკუმენტების გასაჯაროებას. მე ეჭვი მაქვს, რომ ის კიდევ რაღაც ხრიკებით, ის არის იურისტი, როგორც იცით, პროფესიით და მას კარგად ეხერხება მსგავსი რაღაც, ცდილობს, რომ არ გამოაქვეყნოს ეს დოკუმენტები. არა, რა არის საჯარო 10 დღის ვადაში მომდანდი და დაწერეთ განცხადებაო. როცა ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია. ეხლა უნდა დაწეროს განცხადება და კიდევ ერთს ვაცხადებ, ძალიან უყვარს არჩილ ყბილაშვილს უყვარდა თავის პროკურორობის დროს ესეთი სიტყვის ფრაზის უბრალოდ გამოძიების პერიოდში თვალთმაქცური გარიგება. დიახ, საყდრისი იყო თვალთმაქცური გარიგება, რადგან ღამის
12 დეკემბერს მიიღეს დოკუმენტი და მე ეჭვი მეპარება, რომ დოკუმენტის მიღებამდე საყდრისი იყო დანაღმული და მათ ააფეთქეს დილის 8 საათზე. აი ეს იყვნენ, მაგრამ ისინი რა როგორ შეიძლება ვერ დაიხარ, მათ უფრო ეცოდინებათ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში კომიტეტს აქვს ამის ეჭვი, რომ ძალიან სწრაფად მოხდა, ხო? 13-ში ღამე გამოვიდა მაცნეში დოკუმენტი დილის 8 საათზე ააფეთქეს საყდრისი. ხო. შეიძლება რომ ანამაც და იმანაც რამდენიმე სიტყვა. ძალიან გთხოვთ რა. კი. ანა გაჭირდა. მოგესალმებით, მე გახლავართ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ნინო საღინაძე. ძალიან ცოტანი ვიცავთ სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ან არ არის ინფორმირებული სწორად, ან არ ინტერესდება ასეთი საკითხებით და სწორედ ამის შედეგია ის ტრაგედია, საყდრისის ტრაგედია, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენ არქეოლოგის იქ მომუშავე შემსწავლელი ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგის ბატონი გიორგი გოგოჭურის შეფასების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ჯერ კიდევ არის შეიძლება მცირე, მაგრამ საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ არის დარჩენილი და ჯერ კიდევ არის აი ამ საშინელი ვანდალიზმის შეჩერების შანსი. ამიტომ მე უპირველესად მიმაჩნია ყველას საზოგადოებას, სახელმწიფო უწყებებს, ვისაც ეს ხელისწიფება მოვუწოდო, რომ შეჩერდეს ის სამუშაოები, ის უკანონო სამუშაოები, რომლებიც ამ წუთებში მიმდინარეობს საყდრისის ბორცვზე. ეს რომ უკანონო სამუშაოებია, ამას დიდი იურისტის ცოდნაც კი არ ჭირდება. უკანონო არის დაწყებული თითოეული მოქალაქის დონეზეც, იმიტომ რომ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება დაიცვას თავისი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვართ დამცველები და ჩვენი უფლებები ამ წუთებში ირღვევა ძალიან მძიმედ. დარღვეულია სასამართლო პროცესების მიმდინარეობის რა დავარქვა ეს უზენაესობა დარღვეულია ჩვენ ბოლოს და ბოლოს როდის უნდა ვიცხოვროთ სახელმწიფოში თუ არ იქნა კანონის უზენაესობა როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში არსებულ წყობას სახელმწიფო უწოდოთ ამ წუთებში არ არის დასრულებული ის სასამართლო წარმოება, რომელიც გადაიდო 12 იანვრისთვის, აპელაცია გადაიდო 12 იანვრისთვის და კანონის თანახმად საყდრისის ბორცვზე ყოველნაირი მუშაობა ითვლება უკანონოდ, არაკანონიერია და ესეც უგულებელყოფილია ყველა სახელმწიფო უწყების მიერ. ეს ეხება თვითონ კერძო კომპანიას, ეხება კულტურის სამინისტროს, ეხება ძეგლთა დაცვის სააგენტოს, რომელიც თავის თავზე იღებს ამხელა პასუხისმგებლობას და ამხელა ვანდალიზმს აწერს ხელს. დარღვეული არის საერთაშორისო დონეზეც ეს საყდრისის ბორცვი, ანუ ის უძველესი ოქროს მაღაროები, რომელიც აღიარა მსოფლიოში წამყვანმა არქეოლოგებმა, აღიარა მსოფლიოს წამყვანმა არქეოლოგიურმა ცენტრებმა, აღიარა იუნესკომ, ხელთა მაქვს მე იუნესკოს წერილი. ხელთა მაქვს იუნესკოს წერილი, რომელშიც არის მითითებული, რომ რეკომენდაციას აძლევს კულტურის სამინისტროს, რომ დაიცვას ის კულტურული მემკვიდრეობა, რომლისთვისაც იბრძვის საყდრისის დაცვის კომიტეტი, იმიტომ რომ ეს წერილი იუნესკოში მივიდა საყდრისის დაცვის კომიტეტის სახელით, ინფორმაცია იუნესკოში შევიდა საყდრისის დაცვის კომიტეტის სახელით და ამაზე რეაგირება მოახდინა იუნესკომ, რეკომენდაცია მისცა კულტურის სამინისტროს, მაგრამ ეს არაფრად იქნა ჩაგდებული.
დიახ. ამიტომ ეხლა ორი სიტყვით შევეხები იმასაც, რაზეც ისაუბრა ბატონმა ირაკლიმ. საყდრისის დაცვის პროცესი ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების გამოვლენის პირველი შემთხვევა იყო. ნებისმიერი პროგრესული მოქალაქე ოცნებობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრიობა აღიზარდოს და აი ეს დაცვის პროცესი სწორედ იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი და მე არ მინდა ეს პროცესი რაიმე ვიღაც ერთეული ადამიანების გამოხდომამ რაიმე ჩირქი მოეწყოს ამ მოძრაობას. ძალიან სწორად გამიგეთ, ჟურნალისტებს უყვართ სენსაციები და ნუ წამოეგებით იმ ერთეული ადამიანების გამოხდომებს, რაზეც ახლა ბატონი ირაკლის გამოსვლაში იყო საუბარი. დიახ, გულისხმობ ინაშვილს და მიქიაშვილს. არ არის თუ კარგად დაუკვირდებით და შეისწავლის პროცესებს, ინაშვილი და მიქიაშვილი არ არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი. ესენი არიან ერთეული ადამიანები და მე არ ვიცი ვინ დგას მათ უკან. თქვენ დაუკვირდით იმ მოძრაობას, იმ ადამიანებს, იმ პროცესს, ხო ჩამოდიოდით საყდრიში და ნახულობდით იქ კარვების აქციაზე რა სიტუაცია იყო, თქვენ ყველაფერს ნახულობდით, იღებდით, აფიქსირებდით. ეს იყო საზოგადოებრივი სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობა, ბრძოლა და იყო ძალიან ნათელი მოძრაობა, არანაირი ფინანსები, აქ რა სისულელია ფინანსებზე საუბარი, ჩვენ თითოეული ჩვენი ჯიბიდან ყიდულობდით ღვეზელებს და თქვენც გიმასპინძლდებოდით ყავით ჩვენი ჯიბიდან დახარჯული ფულით. ასე რომ სისულელი აქ ნაყოფიას ხსენება, ეს ასაცილოა, მე ამაზე თავის მართლებაც კი უაზრობად მიმაჩნია. ეს თემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ თქვენს თვალწინ ჟურნალისტების თვალწინ მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ამიტომ ყველაფერი დანარჩენი არის ზედმეტი, ყველაფერი დანარჩენი არის გარე მიმდინარებები. აქ მთავარი არის, რომ შეწყდეს მიმდინარე უკანონო ნგრევა, რაც მიდის საყდრისის ბორცვზე. მივმართავ კულტურის სამინისტროს, მივმართავ მთავრობას, აღკვეთოს ის უკანონო საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობს საყდრისის ბორცვზე. შეწყდეს იქ მადნის მოპოვება და მისი დამუშავება, ის მოპოვებული მადანიც კი მნიშვნელოვანია. ისიც იმის ხელშეხებაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ვინიც ის იმ მოპოვებულ მადანში, რომელიც მიაქვთ და ციანიდით ასხურებენ, ვინიც ის იქ რა არტეფაქტებია. უგულებელყოფილია ყველანაირი შეთანხმება, რომელიც კი არსებობდა, შეთანხმება იყო თვითონ შტოლნერს დაავალეს, რომ შეესწავლა, შეეფასებინა რამდენ თვეში შეიძლებოდა, რა დროში შეიძლებოდა არქეოლოგის მიერ იქ არტეფაქტების მოძიება თუ შესწავლა და რა დაჯდებოდა, შეაფასებინეს შტოლნერს ეს ეს პროცესი და მერე ისევ ყურადღება არ მიაქციეს. ანუ უგულებელყოფილი იქნა ყველა დონეზე, ყველას უფლება მეცნიერის, მოქალაქის თუ კანონის. ამიტომ სანამ კიდევ დარჩენილი არის საყდრიში რაიმე, მე მოუწოდებ მთავრობას, რომ შეწყვიტოს, აღკვეთოს საყდრისის ბორცვზე უკანონო ქმედებები. შეკითხვები თუ გაქვთ? და ორი სიტყვა იქნება სამომავლო გეგმაზე და დამმართველოვანი ინფორმაცია. Paket. მოგესალმებით, ანა მიქაუტაძე, კომიტეტის წევრი. მე დეტალურად მოკლედ მოგახსენებ ჩვენ სამომავლო გეგმებზე, თუ რა გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი მოქმედებებში რა შედის, მაგრამ იქამდე მინდა გაგაცნოთ ასეთი რამ.
ჩვენ ამას წინათ გავუგზავნეთ წერილი ფინანსის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს და მოვთხოვეთ თუ რას იგებდა სახელმწიფო, რა ინფორმაცია იყო სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, თუ RMG Gold-ი რა მოგებას მიიღებდა, რამდენ ოქროს ამოიღებდა და სახელმწიფოს რა სარგებელი ექნებოდა ასეთი თუ იმის შედეგად თუ დაინგრეოდა დაუშვათ საყდისის ბორცვი. და მივიღე ძალიან საინტერესო წერილი. ეს პასუხი საქართველოს მივიღეთ ბატონი გივი ჩოჩიასგან, ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წერს, რომ 2010 წელს ამ უბანზე ზოგადად საყდრის ყაჩაღიანია დაიწყო სამრეწველო მადნების მოპოვება და გადამუშავება, მაგრამ დააკვირდით, ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემები და ეს წერილი არის რაღაც ერთი კვირის წინ გამოგზავნილი, 4-5 დღის წინ გამოგზავნილი. ჯერჯერობით საყდრისის საბადო არ არის მთლიანად შემოკონტურებული არც ფლანგებზე და არც სიღრმეში. საბადოზე მიდის დეტალური საძიებო სამუშაოები. ანუ იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ საყდრისის ბორცვი დაანგრია, სრულად გაუაზრებათ, არანაირი მას საფუძველი არ ჰქონდა, რომ დაენგრია. და მას არავით არის ბიზნეს გეგმაც არ ექნება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან როდესაც კომპანიამ შეიძინა სალიცენზიო ლიცენზია, მაშინ საყდრისის ბორცვი იყო ლიცენზიის მაშინ სტატუსი არსებობდა საყდრისის ბორცვზე და უბრალოდ ვერც მოიაზრებდა კომპანია თვითონ თავის ბიზნეს გეგმაში საყდრისის ბორცვზე თავის სამუშაოებს. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ბიზნეს, ჩვენს გეგმებს, სამომავლო გეგმებს, ჩვენ მივმართავთ საზოგადოებას მთლიანად, მინისტრებს, ჩვენ დავაგზავნით დღეს უკვე ან ხვალ საპროტესტო წერილებს და მიმართვებს ყველა უნივერსიტეტის რექტორისადმი. მეცნიერებათა აკადემიას გავგზავნით წერილს, ასევე ყველა მინისტრს, ყველა უმაღლეს ჩინოვნიკს, ყველა მოქალაქეს, ვინც თავს ვალდებულად თვლის და ყველას ვალდებულება, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით. და ჩვენი გეგმები სასწრაფოდ შეჩერდეს სამუშაოების საყდისის მთაზე, დაიწყოს გამოძიება 2014 წლის ჯერ 7 იანვარს, ხოლო შემდეგ 13 დეკემბერს განხორციელებული აფეთქებების ნებართვის გამცემი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრების სააგენტოს უფროსის თანამდებობის პირების და მეცნიერთა დანაშაულებრივი საქმიანობის შესასწავლად კომპანია შეუჩერდეს ლიცენზია მისი ბრალეულობის დამტკიცებამდე. ჩატარდეს მრავალმხრივი სამეცნიერო კონფერენცია საყდრისის ისტორიული სტატუსის განსაზღვრის მიზნით. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გამოქვეყნდეს კომპანია RMG-ს ფინანსური ხარჯები, მაღალი და დაბალი რგოლის თანამშრომლების ხელფასებზე ცალ-ცალკე და ასევე არაპროფილური ხარჯები. მასმედიის საშუალებებით გაშუქდეს არა მხოლოდ საყდრისის ისტორიული მნიშვნელობა, არამედ ზოგადად ოქროს მოპოვების მომგებიანობა ქვეყნისათვის, მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური, გარემოს დაცვითი, ჯანდაცვისა და შრომის საკითხების გაშუქებით. გამოქვეყნდეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების დასკვნები უშუალოდ საყდრისის ამ უბნიდან მისაღების სავარაუდო შემოსავლების შესახებ. და გუშინ კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ის არ იცნობს პრობლემას, შეხვედრასთან იყო ასეთი საუბარი, რომ არ იცნობდა ამ პრობლემას. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენ კულტურის მინისტრს მაისში, მაშინ ოდიშარი იყო მართალია, შემდეგ უკვე ოქტომბერში და ნოემბერში ჩვენ გადაუგზავნეთ კულტურის მინისტრს დასტა დოკუმენტების წერილები და რომ და თვითონ გადაუგზავნეთ რომ დაინტერესებული იყო ამ პრობლემით, დაინტერესდებოდა და მე უბრალოდ მიკვირს ახლა კულტურის მინისტრი ახლა ამ შემთხვევაში რა გამოდის? გამოდის რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეხება მხოლოდ ძეგლების დაცვა და კულტურის მინისტრს ჯაზის ფესტივალების მოწყობა, არ ვიცი, ეს თქვენთვის მომინდვრია. ეს იყო რაც უნდა მითხრა.